რა ვხართ, მოგესალმებით, გიბრუნებით ცხელი ძაღლის მეშვიდე მეოთხე სეზონის მეშვიდე სერიით, სანამ დავიწყოთ, გამოიწერთ და ლაიქი და კომენტარით, წავიდე. იმედი. არა შავი მიშა. ვისე? ის მეგონა უცებს ხო. როგორ? ნო. ცენა ხუჩო. ნორმალი. ოფიციალურად არა, გიზია რა. ნორმალი. ოფიციალურად შიზოფრენიკია. პირლები რა. ეს არ შემიძლია. მაგრამ ხლისო. ვიჩვენე. როგორ არის? ის ანდაზა? მელას თავის აღჭობელა უყარდა. აიღრა რა. შეგონია ძუს არა მიყვარს მაგრამ. აი მე ბრეიქა მე ვიღლები აღარ შემიძლია რა. ხო შემიძლია რა უთხარ წადი რა შეკაიკაცო შენთვის მე ჩემთვის. ვისი? აღარ ზმო პოლიციელი თავი დამანებით რა. კიდემ კიდე ეგ შენი ბაბუინის ერგო ეგ შენი ნაბიჯვარი ხუსიკა და ვაფშე შენი ბრექები გაუთავებელი რა. აი რანაირი ადუღებული ძალონებებო მე მოვა და აიწყებს რაღაცა სმიშნოი რაღაცებს რასკაზებს. ვიცინი სულელებით. ეგერა დესია. რამეს როგორ ხარ გაუჩალე ჯერტი 700 წელი და ხარ გაუშვა ვირის აბანოში. სახარიჩ. მოდი რა შენ დაესწარი, კარგი? რა ზეგეც? ხუსოს დაკითხვას. განიშნა დავესწრები. ეს სიგრეჯები და. რა ვიცი, პოლიციაში მოიცა ხო იწერს. არ მუშაობო ფეხებზე მგიდიაო. ისე. ისე მოდის ახარიჩ, რაც არის. კონსულტანტად გაგაფორმებ რა. დაი კარგი ახლა კიდე. კაცო, მაინც ულაკა ხარ და ხელფას მოგცემ რა გინდა? არ მინდა მე თქვენი ხელფასი. ჯიუტი კაცი ხარ რა. ნიჟარაძე, შეეშვი ახლა მაგ კომპიუტერს და უთხარი ხუსო შემოიყვანონ. შერა უკვე ელაპარაკე? არა. როდის უნდა მელაპარაკო? შენი ძი რომ მაგა შაუმიშას მქონია სვაზები. რომელთან ქურდობას რო აწებ, ა? ქურდი არა ჩემი ფეხები, სიაბანდეა თუ ყირაობს. ვითომ შავია, ვითომ უბანს უყურებს. დებილია რა. მაგას ვაჩვენებ უბნის ყურებას, რო ჩამოვათრებ აქ თავის ძმაკაცებიან. მაიცა ზახარიჩ. ისე ინფორმაცია აქვს. ცოტას თუ შეეშინებ ყველაფერს დაგყვავს. მან დაეგდა შენა ბოზარო შენა. ასე რატომ მელაპარაკები უფროსო? დაჯერო გეუნები და პრავას ნუ მიკაჩავება აქ. რა პრავას? თქვი რატომ მოკალი გავაშელი? ვინმე არ მომიკლავს უფროსო. თქვი ბიჭო თქვი და თავი არ მომაკლებინო. ხომ გითხარ ვინმე არ მომიკლავს მეთქი და? მაშინ ის გითხარი 12 აგვისტოს საღამოს 5 საათის მერე. გვიანობამდე სად იყავ? რა ვისავიყავ მახსოვს რომ ხო და გაიხსენე შეახვარო შენა. რა ვისავიყავ სახში ვიყავ ჯო სავიქნებოდი. რა ვქნა მოკლატო. მარაბანი გაუხე. ამან ხოჭკუიდან გადამიყვანა ზახარიჩ აღარ შემიძლია. გლიზა რა. გლიზა ბარა. ზმანას ერთი ეს მითხარი. რამდენი აქვს შენივალი სერგო გავაშელს? რა ვარი უფროსო? თავს რო იკატონებს შენი. კაცო, შენ ხო მაგას რესტორანი მიყიდე ბათუმში. თქვი რამდენი დარჩა გადასახდელი? მაი თავიდან მომწარვა $1000. შემდეგ დარჩა 16000 და მაგასაც მიხდი დანელდელა რა. კაი ბატონო, რამდენ ხანში ერთხელ? და რამდენს? თვეში ერთხელ ხან $500-ო, ხან $1500-ო. გააჩენია რამდენი ქონდა შემოსავალი რა? ხო და თუ გიხდი და შეჩემა რაღაც მოკალი. აი თქვენთვის დამეკითხა ჯო? ჩემთვის რა უნდა გეკითხა შეახვარო შენა. მიხდი და ხო მიხდი და. მე კიდე გიჟი ვარ, მოვკალი და ჩემი ხელით მეგვსმე შემოსავალი ხო? საო. გრიასვილი. ბატონო. გაიყვანე ბატონო.
დაანებერეს ამ გაცთავი და გაუში სახში. ვინ კაც ზახარიჩ რას ამბობ? ვის დამსაცოდო ხუსოს? როგორ კაცო მკვლელი დამიჭერია და სახში გაუშვა? ბიჭო რეზო, შენ სოფელში ხო დაიბადე? კი? როგორ გავხარ? მე სადგენ ახავს ბიჭო, კაც მეწველი ძროხა დაეკლას და ხორცად გაეყიდოს. აბა? კლავს ბერს, რომელიც აღარ იწველება, არა. გასაგებია? აბა რა ვქნა, ეს საქმეც კისერზე დავიწერო ზახარიჩ. რას ამბობ რეზო ახლა? არ წვენია. ასწენია. რა შეფსო? მანამდე ატრაგა საქმე მაგრამ. კარგი ეს იმაგის ხასიათი. შეიძლება ყოველს უპარტყუნებდეს თო. მოვიდა ეს. რაო? პონტია რა. როგორ თუ პონტი? ნუ არ არის მაგის მოკლული კაცო. შენ რა იცი? ეხლა მაგის მეტი რა ვიცი, პატივცემულო. აბა ვისი მოკლულია თო? აი არ ვიცი. ახია ჩემზე რა. ზაღლებთან რო საქმეს დაიჭერ? უარესი მოგიო. ვახ ლექსო რა. ლექსო თუ ზმახარ, აღარ შემილია თუ ზმახარ. მომაცილეთ რა ეს კაცო, ვიღლები კაცო. ვიღლები მე სხვა ადამიანი ვარ, არა კაცო. კარგი რა. თქვი ახლა როგორ მოიქცეთ რა კაცო? ბიჭო ბუღალტერს უნდა შემოხვედრო, ბუღალტერს. სად ამყავს ბიჭო ბუღალტერი? აბა სამ რესტორანს ბუღალტერის გარეშე როგორ ამიშავებდით კაცო? ის ხონებული იყო ბუღალტერის და კასირის. ესე იგი სერგო აწარმოებდა საქმეს? ხო რა, ეხო ძველი რევიზორი იყო თო. ბიჭო, ეხლა რომელი საათია? 7-ია 8 დაიწყო. ხვალ დილას მოვალ ჩვენთან რესტორანში. შენ მანამდე გაამზადე ის ფაქტურა, საბუღალტრო ქაღალდები, უწყისები, პასავშიკისიები და ყველაფერს გავარკვევ რა. ბიჭო, ეს ხონებული სახში მუშაობდა ხოლმე და მთელი საბუთები სახშია. ბიჭო, სახში მიგვიყვანე მაშინ კაცო. კი ბატონო. ყველს ველაპარაკებიან, აი ეგ არის ყველაზე პიზდესი, რომ აი იმენა უყვირიან ერთმანეთს. მადლობ დიანაცო. როგორ მომენატრა ბათუმური ყავა? ბიჭო, ეს ველოდი სოფრუმაძე ვინ არის? რა კაცია? თევზის მასტავში კი არა? კამბალა, კეფალი. რა ის ბარაბულკა და რამე რა. კარგი კაცია. წესიერი პატიოსანი. რას მელაპარაკები? თქვენ იცნობთ? რა თქმა უნდა. ბათუმში ველოდის ყველა იცნობს. ჩაწერე რა მაინც. როგორ? ნუ სოფრუმაძე, ველოდი, მასტავში გრიბი. ჩაწერე. და აი ეს ვინ არის? ლევან მეხუზლა. ეგ ის არის რა. სერგოსო რესტორანი აყიდინა ბათუმში. ძველი კმარელია, ჩვენთან ვალშია. იმ არეულობის დროს სერგომ მაგარი ნაცემი მიიყვანა სამოთყოფოში. რევოლუციის შემდეგ ბათუმის მერიაში მუშაობდა. ახლა თბილისში გადმოუყვანია. რაღაც დიდ თანამდებობაზე. ეგეც ჩაწერე. ეს რა არის თო? ვა! აბა იარაღი ჭერივით ეჯავრებოდაო? ეს საიდან? დედას გეფიცები პირველად ხედავ. მაჩვენე? ბიჭო ლექსო. რაღაცა წერე. აბა ერთი წაგვიკითხე რა. მომავლის დიდს ვაშკაც ხასან ცეცხლაძეს. ნიშნად დაბადებისა ასლანბეგ თავდგირიძისაგან 1921 წელი. ვინ ხასან ცეცხლაძე თო?
ისა? არა კაცო, სხვა. მომე. აი 1921 წელი. значит სხვა. მაგრამ ძალიან საინტერესო სხვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონი მეხუზა. დიახ. ლევანი. დიახ. შეიძლება? მობრძანდით. მაიორი ჩაბაგარი. კაპიტანი ნიჟარაძე. სასიამოვნო. დაბრძანეთ. გისმენთ. სერგო გავაშელის საკითხზე გაწუხებთ. სერგო გავაშელი. ვინ არის ჩემთან მუშაობს? არა ბატონო, ამჟამად აღარსად აღარ მუშაობს. ბატონო ლევან, გავაშელი მოკლეს. ჩვენ კი მისი მკვლელობის გარემოებებს ვიძიებთ. გასაგებია და მერით შემიძლია დაგეხმაროთ. როგორც მისმა ძველმა ნაცნობმა იქნებ რაიმე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდოთ. მე საიდან უნდა ვცნობოდა? ბატონიდან. თქვენ ერთხელ ნაცია მიიღავი და მან თავის მანქანით საავადმყოფოში მიგიყვანათ. უი, სერგობიძია? დიახ. აი ხა გახდა თუ გახსოვთ თქვენ მას ხუსეინ ჯინჯარაძისგან რესტორნის შეძენაში დაეხმარეთ. როგორ არა? იქნებ გაიხსენოთ. მაშინ გავაშელს იმ რესტორნის შეძენაში ვინმე ხო არ ეცილებოდა? არა მგონია. და საერთოდ მთელი ჩემი დახმარება ის იყო, რომ სერგობიძია საბუთების გაფორმებაში წაუკარი ხელი. ეგ იყო და ეგა. გასაგებია. კიდევ ერთი შეკითხვა. ხომ არ იცით ვინმე ჰასან ცეცხლაძე? ოღონდ 1921 წელს დაბადებული. 1921 წელს დაბადებულს არა. რა გაეწყობა? მეც აღარ შეგაწუხებთ. ერთ წუთით. იმ დღეს როცა აჭარი და მთავრობა გარბოდა, კმარელებს ბათუმის აეროპორტის გადასახვიდან კორდონი ჰქონდა მოწყობილი. მე საავადმყოფოდან გამოვიპარე და ბიჭებთან ერთად მორიგეობდი. ფეხზე დგომის თავი არ მქონდა, ამიტომ იქვე მოშორებით მეგობრის მანქანაში ვიჯექი. ვხედავ ბიჭებმა სერგოს მანქანა გააჩერეს. გადმოიყვანეს და რაღაცას უყვირიან. მივედი ეუბნებიან მანქანის საბარგული გააღეო. ისე იყო შეშინებული, რომ ვერც კი მიცნო. საით მიდიხარ? სერგობიძია მეთქი. აეროპორტშია. აეროპორტში რა გინდა? იქ შეიარაღებული ხალხია, ყოველწუთი შეიძლება სროლა ატყდეს მეთქი. საქმე მაქვს. არავით არის საქმე, ახლავე შინ წადი მეთქი. უსტყო დამიჯერა. და საბარგული აღარ გააღებინეს? არა, საბარგული აღარ. კარგით, დიდი მადლობა. თუ დაგჭირდა, ისევ შემოგივლი.
და ეხლა ამას სისხლძებს ვთვალოთ, რომ უჭველი შეკრულები არის. ვინ? აი ეს მე რო გეუბნები. ოს გადავახოთ წარსული. მაგში. ლექციები მე შემოდი. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს ხალხო ამას გადავა. ის მონახტისა რო აქვს. მე რა შემიძლია შვილო? ეგ არის მაგ. მოიცამ რა უთხრა? უეჭველი ამან გაწმინდა ის სისხლია ნაბოზარმა. გამის შვიდთვიანი ხომ არ ახარ, მოვდივარ. გისმენთ? გამარჯობა, 9 თვიანი ვარ ნამდვილად, უბრალოდ ვერ გაგაგონეთ. იმდენი მნახვალი მოდის რომ გადაირევა კაცი და შენ ვისთან ახარ? ანა ბერაია თქვენთან წევს? ლევან ექიმის დიშვილი. კი აქწევს. და თქვენ ვინ ახართ მაგისი? მეგობარი ვარ, ლექსონი ჟარაძე. შეიძლება მისი ნახვა? გაგიჟდით, ჩვენთან მნახველებს არ უშვებენ. გაგიჟდით? ავადმყოფებს შოკოლადი არ ეჭმევათ, აღაგზნებს. არა, ეს თქვენი. მადლობა. სიამოვნებით დავწებოდით ეს საავადმყოფოში, სადაც ასეთი ექიმები მუშაობენ. დიდი მაიმუნი ვინმე ხარ, მაგრამ არაფერი არ გიშველის. ხომ გითხარი კატეგორიულად აკრძალულია მეთქი. თანაც ექიმები ჯერ არ წასულან. კარგი, თქვენი სახელი? ლიზა. ლიზიკო, საყვარელო. არაფერს არ დავაშავებ. უბრალოდ შევალ, ნახავ როგორ არის და გამოვალ. ვერანაირებს ვერ გაიგებს. ბიჭო, ვერ გაიგე, ხო გითხარი კატეგორიულად აკრძალულია მეთქი. რა გინდა, სამსახურიდან გამაგდო? მართლა დღეს არაფერი არ გამოვა. კარგი, მერე იყოს. და ლევან ჭალაგანიძეს ნახო შეიძლება. ეკი. კიდე რამე დაეკიდა. დიდი მაიმუნი ვინმე ხარ შინა? ეს გოგომა ჩვენ თოელამია და ერთი თვალით ლექსოს უყურებს და მეორე თიანას. გისმენთ? გამარჯობა ბატონ ლევან. გამარჯობათ. მე ანას მეგობარი ვარ, ლექსონი ჟარაძე. მოგბრძანდით.
დაბრძანეთ. Странно. მე ანას ყველა მეგობარს ვიცნობ. დიდი ხანი არ არის გავიცანი. მაინც რამდენი ხანია? ასე ერთი თვე იქნება. და ანასთან სახლში ნამყოფი ხარ? კი, ერთხელ. მათი გვრის წინ. მაშინ როგორ იყო? ხომ არაფერი უთქვამს? ნაუჩი არაფერი არ უთქვამს. თქოს ნორმალურად იყო. მომავლის გეგმებზე მელაპარაკებოდა, ლონდონში მივდივარ. ესე იგი უცნაური არაფერი შეგიმჩნევია. არა. მიგვს რა უნდა მოსულოდა ერთ კვირაში. საქმეც ეგ არის, რომ ანუშკა უკვე დიდი ხანია ძალიან ცუდად არის. შენ რომ ახლობელი იყო, აუცილებლად შეამჩნევდი. ან თვითონ გეტყოდა რამეს. და ასეთი რაჭის ბატონო ლეონი. მანიების, ფობიების და галлუცინაციების მთელი ბუკეტია. პლუს მუდმივი დეპრესია და პერიოდული ფსიქოზები. ზეგრა შიზოფრენია? ყოველ შემთხვევაში ამისი აშკარა ნიშნები სახეზეა. დარწმუნებული ხართ? როგორ გონია, დარწმუნებული რომ არ ვიყო, აქ მოვიყვანდი? იქნება ანარასის ამბობს, ეს ყველაფერი მართალია და არაფერი არ ეჩვენება, მაშინ? რა უნდა აღმოჩნდეს მართალი? შენ რა იცი, რა ეჩვენება ანას? აქ ექიმების მთელი ბრიგადა მუშაობს, კონსილიუმზე ვიწვევთ და რას მეუბნები? ესე იგი არავის არაფერი აღარ ვწოდნია? დააწნარით ბატონო ლევან, საწყნარად არაფერი არ მithქვამს. ისე კითხეთ უბრალოდ. და ისე უბრალოდ შეურაცხყოფა მიაყენეთ საქმის მცოდნე და გამოცდილ პროფესიონალებს, ხო? ეხლა რა გნებავ, ჩემო ბატონო? ანას ნახვა გინდათ, არა? ხო, თუ შეიძლება. არა. ჯერჯერობით არ არის სასურველი. აი, როცა კონტაქტური გახდება, მე თავად შეგახვედრებთ. აი, ჩემი ვიზიტკა. დამირეკეთ ხოლმე და გაგაგებინებთ მის მდგომარეობას. ნახვამდის. ნახვამდის ბატონო ლევან. აუცილებლად დაგიდეკავთ. რიზიკო მადლობთ. არაფრის. შენ ეს სუსეთი ბრაზიანია? არა, ვაფშე არ არის ბრაზიანი, კამფეტივით კაცია. უბრალოდ ძალიან ნერვიულობს ანაზე. შენ რა თქვი, საღამოსოდეს ახარ მორიგე? კაი რა ლექსო, არ შეიძლება, ნუ. გასაგები არ შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო რა, დამიჯერე კაცშვილი ვერ გაიგებს. კაი, ზეგმოდი საღამოს. დიდი მადლობა. კაცო, დღეს ხუა ორშაბათი. ხო და შაბათს ვადა იწურება, გესმის შენ? სროკი მთავრდება მეთქი. დაყრუდი კაცო. შენ ეხლა ტრაკის თამაშ თავი დაანებე და მითხარე კვირის ბოლოს ფული მექნება თუ არა? შენისა რაში მაინტერესებს მე? შენ 4 ოთახიან ბინას გაყიდი თუ 100 ოთახიანს? ასეც გიქნია, გადაგიგდია, რა ჩემი საქმეა? მე ჩემი უნდა მივიღო თორე. საფინანსო პოლიცია ახლა რო გაჩერებული მყავს. ისევ შემოვადა, რაც თავზე თმის ღერი გაქვს, იმდენ დარღვევას გიპოვნის ბიჭო. შემოსვლაც არ არის საჭირო, შენზე იმდენი მასალები აქვს, გადაუგზავნიან პროკურატურას და всё. რა ანგარიში უნდა გაგიწიო, შეჩემისა შენ? 18 წლის გოგოს რომ აორსულებდი, მაშინ რას ფიქრობდი ამ ხელაკაცი? შენ გაუწია ვინმეს ანგარიში შეპიდარას თო შენ? ისევ ჩემ გოგოს უთხარი, მადლობა რომ არ დაგბრიდეს. მომისმინე კაცო. შაბათს ან სტოპის სიათიში ჩამოიტან. ან არა და ხეხეპოლები კრიტში. ონგერას დაუპი, აა? ისე 4 ოთახიანის გაყიდვა ქალაქის ცენტრში არ არის ადვილი. ერთ კვირაში ეგეთი საქმეები არ გეთდება. კიდეა, რაც უნდა ისქნას. ცოტა ლექსიკონს დაუკვირდი, ქუჩაში აღარ ახარ. პარლამენტის წევრი არა ვარ და ვინ რა უნდა მითხრას. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხო ხარ? თუ გონია პარტიულ ბოსებს არ უსმენ. სკანდალი ვინდა ეხლა მე? კარგი. რა ვქნა ეხლა დავდე და ველოდო როდის გაფიდის ბინას? ისე კარგი ბინაა. მაგარი, ხო შენ ადგილისი. მანახა ხომ გითხარ?
და ეგ უფრო მეტი ცეღირება. 150 რა ჩემი ფეხებია. ვაფშე გინდა კაი რამე გითხრა. დაკავებული ხარ? 2 წუთი მაცალე და ეხლავე. მოკლედ სროქში თუ ვერ ჩაეტია. შენ გოგოზე გადმოაფორმებინე. და მე ნელა ფაციფუცის გარეშე გავყიდით იმ ფასად, რაც რეალურად ღირს. ეგე? მაგარი ბინა, იცი რა ფასი ადევს? კარგი, დავიშალეთ. ხო, პარასკევს შენი აქტივისტები უნდა მიეხმარო მერიას. ხო გახსოვს რო გითხარია რა? რა ჭირს მაგ ჩემისას? თავის არაფერს გაკეთება არ შეუძლია. ეგ ვინც არის მე შენზე უკეთ ვიცი. მაგრამ ახლა 100-ია საჭირო. აბა ოპოზიციას ხომ არ გავაბრუნებინებთ არა? მიდი ახლა მიხედე საქმეს. გამაგებინე რა გახდა მე ნაბიჯვარი პროკურორის გაჩერება? რა იყო რა შეა საქმე? საქმე? საქმე უკვე შეკერილია. მაგარ პერიკლოჩია ჩადებული. რამე თუ არ გავაკეთეთ სასამართლო მდემიო. დაჯექი რა თუ ძმა ხარას დამადექი თავზე რა. ვა, მე ჭკადუა მადგას თავზე. ვერ მოვიცილე. რაო რა მინდა? დედი მისის. ისეთი ტონით დამირეკა, თითქოს სანქცია გაცემული ჰქონდეს. დღეს 12 საათამდე მომცა სროგი. თუ დაკითხვაზე არ გამოცხადები, ეჭვმიტანილი სტატუსის მოგითხოვს ჩვენების მიცემაო. გესმის ეგ პიდარასტიეგა. შენ ეს ტელეფონი სულ გათიშული რატო გაქვს? მე რა პრობლემაა შენ წაიღე და მიდი. დაკითხვაზე ვიახლო. აბა სულ თუ არ მიხვალ გამოდის რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებ. ესე იგი რაღაცა გააქვს დასამალი არა? გეკითხები რაში გჭირდება ახლა ეგ ამბავი? მოცა რომ მომაწვეს? რა უნდა მოგაწვეს, რა უჭირავს ხელში? შენ მხოლოდ ის თქვი, რაც ტელევიზიით უკვე ნათქვამი გაქვს მორჩა და გათავდა. კი, მაგრამ მოწმეები? ვინ მოწმეები? ის დებილი პარმენჯაში? მაგან ხომ მხოლოდ ის იცის, რასაც შენ აცხადებ. სბროძელმა რომ მოტყუებით გაიყვანა ქალაქიდან გონია დაავიწყდა. ფერე შენ რა შუაში ხარ? ბროძელმა ამოევის აჩოთი მოპარა იმ კახელ ვირს, მერე ჯაში ქალაქიდან გაიყვანა და ეხლა ზის. რამე ჩვენებას იძლევა? არა. დომილის უფლებას იყენებს. მაგრამ კანკია იძახის რომ მან და ბროძელმა ეს მოპარული დოკუმენტი მე მომიტანეს. ვინ? კანკია ამბობს ამას? არ გამოცინოდო. იტყვის აღარ ასიზებს. მაგარი ყლევის კი სტუდიაში. მე ვერ დავლევ. უნიკალური ვისკია შეგოიმო. შოტლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე მაჩუკა. რას ვამბობდი? ო. კანკია. ეგ კანკია თუშიშვილის კანცელარიის გამგე არ არის? იმ თუშიშვილის, რომელიც შენ დიდი ხანია გებძვის და ეს ყველამ კარგად იცის. ეხლა დააკვირდი რა სისულელე გამოდის. კანკიამ და ბროძელმა მოიპარეს და შენ მოგირბენინეს ის დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ისედაც ხელში გეჭირა. აბსურდი. ამას რომელი მოსამართლე დაიჭერებს, ტრისტან? მართალია. რაღაც დებილობას გავს. დებილობას კი არა, ცილის წამება, სახელისა და ღირსების შეურაცხყოფას. ნუბოი კაცი გააჩერე და კითხე 100-დან 100 ჯამს. რა განერვიულებს? მე იცი რა მანერვიულებს. რომ ეგ დილარჭკადოა თავისით ამდენს ვერ გაბედავდა. ეგ კი. მაგრამ რა ფეხები უნდა მოგჭამოს? მიდი და დაარწმუნე რომ შენ თვითონ ხარ ამ საქმის გახსნით დაინტერესებული. ნადა დარგინდა? არა. ჯობია წავალ და
მე თვითონ თავიდან მოვიშორებ. ღმერთი შენსკენ. ტელეკომპანია იმედი Привет. Привет, брат. Როგორ ხარ? Რავი ვარ. და ზოგადად არასდროს რო ხალხი არ აყავთ. ამას რა მოვიდე? რა მოვიდა ძმაო და პოლიციაზე გაბრაზებული. ო, რატო? კითხე და გეტყვის. ჰეიო. გამაგებინე რა ეს ქათამაძე ნორმალურია? რა იყო რო? რაღა რა იყო რა? ხალხი მიცნობს, კაცად მივაჩნივა რა იყო და მთელი ავტორიტეტი წყალში გადამიყარა. ბიჭო გამაგებინეთ რა ხდება? რა სამბობსო? რა სამბობს ბიჭო? შენ გადამრე რა. ტელევიზორს არ უყურებ? ეს შენი ახვარი ქათამაძე. ავიდა და მთელი ლოტკინის კოტლა აიყვანა თო. ისე რა? ბაბალშომო ეგ ლოტკინელების სუმკიდია რა. მაგრამ რა სიფიქრებენ? არ იტყვი ენკოშკა გაბოზებულაო? ვა! შენ რა შუაში ხარ ბიჭო? აუ გურა მაუხსენი რა აღარა მაქვს ნერვები თო. შენ მე გადამრე რა. ავინ არის შუაში თო? მე და კოშკა ავდივართ ლოტკინზე. შავისას ვნახულობ. ხუსტოსთან ბავს ვეკითხები. ის ტელეფონზე ურეკავს და ადგილზე იბარებს. მე და კოშკა მანქანაში ვსავ და მიყვავს. შავი მიშელა თავის საძმაკეთო ყველაფერს აფიქსირებს. მერე პოლიცია ადის და ხუსტოში ჭერენ. რამდენიმე დღის შემდეგ ეს შენი სულელი ქათამაძე ადის. შავ მიშელა თელ თავის საძმაკეთოს იჭერს. ეხლა მე შენ გეკითხები რა. არ იფიქრებ რომ ჩვენ შეშვებული. მე კიდე არა უშავს თო? არავინ არ ვიცობს. კოშკა სულ იცნობს. ვახ, მაგათ მალე გამოუშვებენ სუყველას. ვის გამოუშვებენ თო? იმ ნაბოზარ ხუსტოსაც? ხო, მაგასაც. თქვენ რა გინდა კოჩემისებო? რო ამ სიმერის ხაც, კაცი დამობრედინოთ? აჰა, ეხლა ეს გამიგიჟდა და გადაირია. კაცო ხო გეუნები, ხუსოს არ მოუკლავს. არა. ვა! დამიჯერე რა შეჩემა. აბა ვინ მოკლა? აი მაგის გასარკვევად მივდივარ ბათუმში. ვა! როდის თუ? აი ახლავე პირდაპირ აქედან. კი მაგრამ არ შეგიძლია მითხრა რა ეჭვები გაქვს? ხო ბიჭო, ეხლა სიშიდების სკოლას დაგამთავრებიებ კიდე. მიდი რა. ბიჭო, განსო შენი დის კარადაში იარაღი რო ვიპოვეთ. მახსოვს როგორ არ მახსოვს? მერე? ხო და აი ეგ იარაღი თავის დროზე, ესე იგი 1921 წელს ვინმე ასლანბეკ თავდგირიძეს უჩუქებია ჩვენი ნაცნობი ჰასან ცეცხლაძის ბაბუისათვის, იგივე ჰასან ცეცხლაძისათვის. გამიგე? აჰა. ეხლა ვინ ყოფილა ეს თავდგირიძე? მაგარი ვაშკეცი. პრავая рука გენერალა მაზნიაშვილი და სხვათა შორის 1921 წელს მაგარი გმირობა ჩაუდენიათ. ბათუმი პირდაპირ პირიდან გამოგლიჯეს თურქებს. მერე? მოგლეთ როგორც ირკვევა, ამ დიდი ჰასანას მამა, მებე ცეცხლაძე, თავდგირიძის რაზმში იბრძოდა და იმ ხანობას ვაჟი შეძენია. ეხლა არ არის გამორიცხული, რომ ეს თავდგირიძე და გენერალი მაზნიაშვილი თავისთან მიეპატიჟა სახში, ძეობაზე. აი სწორედ მაშინ აჩუქა იარაღი ახალშობილს. წარწერით, ის წარწერაში თვითონ საკითხული გაქვს. ხო? თავარი ის არის, რომ დიდი ჰასანა ცოცხალია ბიჭო. და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყურულის თავში ცხოვრობს. Своем здравии ხნეთ და კარგად გრძობს თავს. შენ რაღაცას ღაპრებს მიყვები ხო იცი? რაც ღაპრებს კაცო? აბა საცეცხლაძე, თავდგირიძე, გენერალი მაზნიაშვილი და სადი მუბედური სერგოსკველობა თო? გოიმი იყავი გურამჭა და გოიმა დარჩი. ბიჭო, ჩლოაჯვამში წასვლა აუცილებელია. უნდა გავარკვევ, საიდან მოხდა ჰასან ცეცხლაძის ბაბუის იარაღი სერგოსთან, რომელსაც შენი თქმით პანიკურად ეშინოდა ლუბო იარაღის. ასკალუმეს? ბავონს. ხოდა თუ ბავონს? აი ეხლა ეს კალათა
მე იცი რას მარიჟენირო, დელიკატესებით გაავსო. თანაც ერთი კაი კონიაკი და არაყიც არ დავიწყეთ. Оля! Да? Иди сюда. Слушаю. Ეხლა გავავსე ბამკალაც დელიკატესები. ზემოდან დაადებ კანიაკს და არაყს. Понятно? Понятно. Ава давай. რა არის ეს? Командир очень юзгар. ლექსო? აქ საიდან გაჩნდი? დავინჩის კოდი. ზღაგაგლია ხაში. ლევანო მომიტანა, ცოტას გაერთობიო. რა როგორ შემოხვედი? ლიზა მომსაკასები. ჰა. მითხარი ხარ როგორ ხარ? როგორც ხედავ ისე. ჩემი ამბავი საიდან გაიგე? მითხრეს? რა ვანა ავატარისო? არა. სულაც არ არის ალბათ. მე მგონი ვიღაც აწყობს რომ ანა ავად იყოს, მაგრამ საქმე ასე არ არის. რას ამბობ? თალიკოდაიდან მომიყვა ყველაფერი. შავკაპიშონელი კაცი რომ გითოლთვალებს. სახშობილებს გიხადავს, გირეკავს. ხელგამოჭრილი და ჩამოხშული კატის ამბავის მომიყვა. ეგ მართლა საშინელება იყო. მე მგონი შენ არაფერი არ გიჩვენება. ეჭვი მაქვს რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდება. სინამდვილეში? ხო. სადა გიტაკადა? აი აქ. აი? შეხედე. ეს რა არის? სისხლი. სისხლი? ესე იგი სისხლიანი კატა არ მომჩვენებია. არ მომჩვენებია. როცა ეს ამბავი მოხდა, მეორე დღეს თალიკო იყო შენთან მოსული. და იმაში ამჩნია. მე ვიარ. კატა ხანაუდა რა? ხო, გისოსებს ეხეთქებოდა. სწორედ მან დაუშვა შეცდომა. ვერ მოზომა და გისოса სისხლის კვალი დატოვა. ხო, სახშობილები სად იყო დახატული?
ლიფტის ჭერზე და აბაზანაში სარკეროა იქ. სარკეზე წითელი პომადით ეხატა რა? ხო, და ლიფტში შავად. გონი ნახშირით. სახლის გასაღები აქ გაქვს? კი. შეგიძლია მათხოვო? მინდა დავათვალიერო, რომ იქნებ მიგაც რამე კვალი დარჩენილი. რა თქმა უნდა. ჯერჯერობით არავისთან არაფერი წამოგხსნეს, კარგი? და ლევანსაც არაფერი არ უთხრა? მოდი ჯერჯერობით არა რა. სირა, შენ აქ უფრო დაცული ხარ ვიდრე სახლში. ფანჯინა მე ამის შემოვა, კარით ჩაკეტილია. მოდი ეს მობილური გამომართვი. თუ რამე მოხდა, იგივე დამიანებ, კარგი? კარგი. ლექსო. იცი ახლა უფრო მეშინია. გეშინია ნუ რაფერს გასუყოფე კარგად იქნება. თავი არანაირი წამალი არ დარნია. ვითომ სვავ რა. მე ვიცოდი რომ არაფერი არ მეჩვენებოდა. აკოც. იმას სერიალში ხალი არ დატოვა იმენა. ლექსო ბოზია ბიჯვა. რაღაც ძალიან გამხდარი მეჩვენები და ასე მაგრად გამოშვებს ეს ჩათლახი ქათამაძე? ვა, ბატონო ბიძინა, როდი ჩამოხვედით? არა, რას მამუშავებს კაცო. მაშინ შეყვარებული ხარ. ეგ შეიძლება. ვა, მართლა? ვინა? არავინ ისე. რა ის ეხლა მე მიმალავ? არა კაცო. რაღაც ახალი გარემოებები იჩითება ამირან ბროძერის საქმესთან დაკავშირებით. აუ, ეხლა ამან ამიგდო სიტყვა კრიშაზე რა. რა გარემოებები? ჯერ ეჭვის დონეზეა. ნახოთ, ბოლომდე რომ გავარკვევ, ყველაფერს მოგიყვებით. მომწონს, საყურლექსო. მიაწექი ცხოვრებას. თქვენს კი რა ხდება ის მითხარით? არაფერი. ბიჭო ლექსო, ერთი თხოვნა მაქვს შენთან. ხო. ჰასანა ცეცხლაის დაცვა როა. და ვაფშე მაგის ირგვლივ ვისტრიალებენ. ძალიან მაინტერესებს და ამ კომპიუტერში არ იღებიან ეგენი. აქ, როგორ არა? გამიჩიტე რა თუ ძმა ხარ. ეხლავე. აქ სულ 14 კაცია, თქვენ რომელი გაინტერესებთ? ყველა. განსაკუთრებით ომარა და გივია თუ ფიგურირებენ. კი, როგორ არა? გივი ფუტკარაძე და ომარ სალუქვაძე. მაინც ყველა ამობეჭდო? ყველა. სახელი, მამის სახელი, ახალი მისამართი, სისხლის ჯგუფი, ტუფლის ზომა, დავაი. კი ბატონო. ჯიგრებ. კარგად დაფიქსით. რუაჩქერდებით. და ისე მიპასუხეთ. ეს ტიპები. ხوار გეცნობათ. არა. ესონიდო. ესენი მოერთხა რესტორანში. სერვერი გიწევს. აკა? არა, ჩემთან. მერე სერგო მეგონი ფოჩი იყო დასული თევზე. მერე აღარ მოსულა რა. ამათ მეც ვისვებდო. ვა. ახაცი მე? არა, ბათუმში. ჩემი დაბრება უნდათ ამ ჩათლახებს. სროლა ამიტეხეს, მაგარი აპასნე ტიპები არიან. მე მალეგოდი, კინაღა მომაგნეს. ეს მაშინ არა? ჰასან ცეცხლაძეს რო შეაფურთხე რესტორანში. ხო რა. ესე იგი ომარ სალუკვაძე და გივი ფუტკარაძე. ნაბიჯინა ძალიან დაკავებული ხართ არა? ხა რაღაც. რა მე პატიჟები სადმე? ერთ ადგილას მინდა წამომყოთ. კიდე გამოვიცნო საათ. რა საათ?
ქალის გასასინჯად. კაი რა. აბასას. მოკლედ ისე მოხდა რომ დილარ ჭკადოა ერთ-ერთი მთავარი მოწმის გარეშე დარჩა. იმ დღიდანაც ანა ბერაიამ ბროძელის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. მასზე ფსიქოლოგიური ტერორი გაიწყო. საწყალი გოგო ეხლა ფსიქიატრიულშია. კაი, კაცო. აბა? ვა. აი, ეხლა წავიდეთ და ანჩეს გზაში მოგიყვანოთ. აქ ეხატაო? ხო. აი, აქ ის არის ეხატაო. აი, აქ და საფრთხებელა და აქ ანა გელოდებიანო. აჰა. რა უნდა ამ გოგოსაგან? ფული მაგას არ აქვს და თანამდებობა. ზუსტად ისეთივე ნახატი და წარწერა ანას ამ სარგაზეთს დახვდა. ეს ანა უნგერაშვილია. დიდი იყო ნახატი. ამბობს წითელი პომადით. შენ რა მომზადებულ ხარ? სლესლენ ექსპერიმენტ, რა? დაახლოებით. მოკლედ, ანას ძალიან შეეშინდა და საძინებელ ოთახში გაიქცა. მერე ცოტა ხანში ეს ნაწერის გაქრა. ეს ცოტა ხანი რამდენია? ზუსტად არ ახსოვს, დაახლოებით 20 წუთი ნახევარი საათია. მე ის უფრო მაინტერესებს, რამდენად ადვილად იშლება ეს მომადა. ой, ზაბა, გუკით ნახე. აჰა. ესე ადვილად იშლება. და всё. ესე იგი, რა გამოდის? როცა ანა სახში დაბრუნდა, ის ახვარი ხუდოჭნიკი უკვე აქ იყო, ბინაში. როგორც კი ანა საძინებელში შემოვარდა, ეს საძინებელია რა? კი. ხო, ის მივიდა, ნახატი წაშალა და სპოკოინად წავიდა. აქედან გასასვლელი კარი არ ჩანს, მაგრამ დერეფნის რაღაც ნაწილის დანახვა შეიძლება. როგორც ანა ამბობს, ამ მონაკვეთში თითქოს ვიღაცას მოკრა თვალი. ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგ ვიღაცა აბაზარასა და ბინიდან გასასვლელ კარს შორის იმალებოდა. გასაგებია? მოდი. რა? შვენიერი სამალავია რა თქმა. ნახატად აქ იყო ანა რომ მოვიდა რა. არ არსებობს რა დამნაშავემ კვალი რო არ დატოვოს. ჩაჯექი, ჩაჯექი. ნახატად ფეხსაც მესკვალია, ხო იცი? აბა რას გეუნები რომ? შეღავ ფეხი. არა რა საქართველოში არ გონია თავი. რატო? ბიჭო, აბა ეგეთი ჩვენური გათვლა. და ეგეთი თონკი გოთორნობა. რომელ ქართულ პრესტუგლიკ შეუვლია. მე ხედავ როგორ ნაბიჯ მიყავს თვითმკვლელობამდე. ამ ფსიქიატრიულამდე. თანაც ისე. მოწმე არსად არ იჩიტება. ნებერთი კაცი ვაფშე არ არის. საავადმყოფოს გისოზე და ეს ფეხსაცმლის კვალი იმის ნიშანია, რომ ანა აბსოლუტურად ჯანმრთელია, მაგრამ ვიღაცას უნდა რომ გააგიჟოს რა. ან ხალხის თვალში გიჟად გამოიყვანოს. და მოტივი? ანა სახელმწიფო დანაშაულის ერთ-ერთი მოწმეა. საკუთარი თვალით ნახა, როგორ წაიყვანა ბროძელმა პარმენჯაში სახაჭაპურედან. თუ დადგინდა, რომ მოწმე ფსიქიურად დაავადებულია,
მაშინ მის ჩვენებას კაპიკის ფასი ექნება, ესე არ არის? ხო, თითქმის. ის ვეტამ ლოგიკა ტავარიში კრიმინალისტ, მაგრამ არა. ვერ ჯდება გაბარიტებში. რა გაბარიტებში? ბიჭო, ამხელა ამბავი ეხლა არ გეწყინოს რა. ერთი წირპლიანი მოწმის გასაჩუმებლად. არა, რა თუ ზვახა. პარმენასათვის რომ მოეწყოთ ამისთანა მასკარადი კიდე დავიჯერებდი, ის მთავარი მოწმე მაინც არის. და რა ხდება რა არის? იქნებ პარმესაც რაღაცას უწყობენ. ჩვენ რა ვიცით? არ არის გამორიცხული. ჩიფჩურისაგან ყველაფერი მოსალოდნელია. ერთი უნდა დაურეკო პარმეს, ხომ არაც უხებენ. და რა შეეხება ანას? აქ ნამდვილად არ არის კარგად საქმე. ეგ გოგო საფრთხეშია. მე მგონი დროა საქმე აღვძროთ. რითი ძმაო, რითი? მტკიცებულებები გაქვს? რა არის ტუფლის კვალი და სისხლის ლაკა? მაგით ვინ აღზრავს ბიჭო საქმეს? აბა რა ვქნა? რა ვიცი ლექსება რა გითხრა? მე შენ ადგილზე მაგ გოგოს გვერდიდან არ მოვშორდებოდი. ცოტა მასალე რა. შევაყენებ იმ სერგოს საქმეს რელსებზე და მე მოგეხმარები. მოსულა? ხათი არა. სადაცერი. არა. არანაირი სალუქვაძე და ფუტკარაძე აქ არ მუშაობენ. არც ადრე არ მუშაობდნენ? არა. ეგეც აქ არავის უმუშავია. ამ ერთი ნახე რა. კარგად დააკვირდი. აჰა. ეს კი. ოღონ ამასურ შოთა ერქვა, თანაც ზღვარით სხვა ქონდა. ო. ხო არ გეშლებადო? არა, ვარიანტი არ არის. ეს იყო რა. იყო რა, ეხლა აღარ არის? ერთი კვირაა, რაც სამსახურიდან წავიდა. მაიცა, აქ იმის ნაპარნიკი მუშაობს. იმას კითხეთ. სურიკ! მოდიან. მე ბოდიში უნდა მოგიხადოთ რა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. აი, ეს გეტყვით ყველაფერს. გაი ჟიგარო, გაი. აბა ერთი ზვაკას. აი მე შეხედე. აი. ის ოპაბას. შოტიკას, конечно, ჩემი ნაპარნიკი იყო. სადაც ცხოვრობს? По-моему, Дигоми. რა პაპენო შეჩემა? ნაპარნიკის სახლი არის, ზე? გურამჯან, არ ვიცი, კლანოს მამა, ნუ. მას აიდან ის ვარ, დიღო მისორო.
Он все время на работу опаздывал и говорил, санам дигмидан самсахурши миол эрти сати ундара. Через сати кера сати, чечема. Сати, ну? Хорошо, сати, Винницис. Да. Тракши ква, сада ცხოვრობს კაცო. Ва, откуда я знаю? Он тут 2 месяца работал. Ага, 3. Через сколько сайдан არის? Чую. Хода тут чуешь? Как се ყველაფერი მეთქი? А, вспомнил, у него там профилактика. Где там? В Тигоме. Хода моди чажик имаханаши ხლა. Ау, Гурамджан, работы много, не могу. Ეხლა გაგა работает. Чажик იმეთქი რო გიწევ. Подожди. Ура. ხო ვართ მე და შენ ძმები. ხო მე? მოდი რა მე და სულიკა მივაოთ. ნახავ სად არის პროფილაქტიკა. გავერკვევი რა ამბავია, რა ხდება. გამიგე. შენ ხო არ გაგიჟიტო? ზის სერგოს კლენას მივაგენი და ეხლა აქ დავჭე? ბიჭო, ერთი კვირა მჭირდება რა. რას მეუნებითო? ბიჭო, ერთი კვირა მაჩუქე, მე მჭირდება. კაი იყოს ეგრე. მაგრამ მიცოდე რა. მე არაფერი აღარ მითხრა. საუ. ხომ არ ჩანს პარლამენტის დაკნინებული როლი ისეთ პატარა დეტალში, როგორიცაა თუნდაც პარლამენტის წევრის ანაზღაურება. ამ კითხვებზე პასუხი ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს ტარიელ მაცაბერიძეს ვთხოვეთ. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ თქვენს მიერ დასმული შეკითხვები ნათლად ასახავს ჩვენს კონსტიტუციასა თუ რეალობაში შექმნილ ვითარებას. თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩვენ დემოკრატიის შენება სწორედ ახლა ვიწყებთ და თავიდანვე ყველაფერი წესრიგში ვერ იქნება. აი თუნდაც თქვენ შეეხეთ პარლამენტარის მოვადით ხელფასის საკითხს. ის მართლაც ორჯერ ნაკლებია მინისტრის მოადგილისა თუ დეპარტამენტის უფროსის ხელფასზე. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს ფაქტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ მასში როგორც წყლის ერთ წვეთში ისე ნათლად ჩანს ის დისბალანსი, რომელიც სახელმწიფო შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაში შეიმჩნევა. არ შეიძლება რომ ხალხის რჩეული იღებდეს დანიშნულ ჩინოვნიკზე ორჯერ ნაკლებ ხელფასს. ეს არის აბსურდი და დემოკრატიული ფასეულობების გაუკუღმართება, მე ასე ვიტყოდი. ამიტომ ჩვენმა ფრაქციამ გადაწყვიტა პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წინაშე დააყენოს საკითხი ზემოთხსენებული დისბალანსის ეტაპობრივი აღმოფხვრის თაობაზე. ჩვენ შედარებით მარტივი საკითხებით ვიწყებთ და პირველი ნაბიჯი იქნება სწორედ პარლამენტარებისა და მაღალი რანგის ჩინოვნიკთა ხელფასების გათანაბრება, როგორც ამას დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები მოითხოვს. რამდენია დღეს მაღალ თქვენ რა სულ გაგიჟდით ამის დედაბატირე? რას აკეთებთ? ირაკლი, ეს მაცაბერიძის კერძო მოსაზრებაა, მაქსიმუმ მისი ფრაქციის. მე რაში მაინტერესებს, ვინ რომელ ფრაქციას წარმოადგენთ? შენ მაგასთან ერთად მოხვედი ხელისუფლებაში და მაგასთან ერთად აგებ პასუხს ყველაფერზე, რაც აქ ხდება. საერთოდ იცი რა ხდება? გინახავს შეროდისმე ხალხი როგორ იქექება ნაგვის ყუთში, რომ ჩვენგან გადაყრილი სუფრის ნარჩენები მოაგროვოს და სახლში შვილებს წაუღოს. 30 ლარი მიუგდეთ პენსიონერებს და დიდ მიღწევად მიგაჩნიათ. გამოდიხართ აქ კიდე და ერთმანეთს ეჯიბრებით, ვინ რამდენ ხელფასს დაინიშნავს, 3000 თუ 1500. იცი ამას რა ქვია? ღორობა. დიახ, ღორობა და მეტი არაფერი. რაში იღებთ ამ ხელფასს? ვინ არის ეს ნაძირალა, რომ გამოდის აქ და კიდე ფულს ცხოვრობს, გეგონება მარტო ხელფასზე ცხოვრობდეს. შენ კიდე დამდგარ ხარ აქ და მშვიდად უყურებ, როგორ გვამასხარავებს ეგ გაღორებული დემაგოგია. ამშვიდი ირაკლი, ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ჩვენ, სულ ეს მრავლობითი ნაცვალსახელები. არ მაინტერესებს ეს მითიური ჩვენ. მე მაინტერესებს შენ რას იზამ, თინა გაწერილია, ჩემი ცოლი. შენ ხომ კარგად მიცნობ. მე მგონი. მერე? ერთი რამ მინდა იცოდე. და ლამაზი ხალია, ძალიან ლამაზი. თუ კი რამე ისე არ არის, როგორც საჭიროა, ესე იგი ჯერჯერობით ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოვა დრო და ნელ-ნელა მეთოდურად ყველაფერი გამოსწორდება. მე არ ვიცი რა როდის გამოსწორდება. მე პოლიტიკოსი არა ვარ და არც არასდროს მომსვლია თავში აზრად ხალხის მართვა. შენ იცი, ჩემი დამოკიდებულება შენ და მე. მაგრამ თუ ახლოეს ხანში რაიმე სერიოზული ნაბიჯს არ გადადგამ, მაშინ იძულებული იქნები სახლიდან წახვიდე, არა? მადლობთ. რა კარგი წარმოდგენის ყოფილ ხარ ჩემზე. დამშვიდი, მე უკვე მოფიქრებული მაქვს საპასუხო ნაბიჯი.
რატომ მიდის გადადგომა? მეტი საქმე არა მაქვს, ამათ დაუთმო ბურთი და მოედანი. სხვა რამე მაქვს ჩაფიქრებული. ამას ძალიან მალე გაიგებ. დამინჯერი სახლიდან წასვლა აღარ მოგიწევს. სულელო შენ. ეი მე, ღმერთო! ეხლა ამ კაც ხვერები სადა? კაბინეტის სახელით მინდა გავაკეთო ოფიციალური განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივასთან დაკავშირებით. საქმე ეხება პარლამენტის წევრთა ხელფასების გათანაბრებას სამინისტროებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელთა ხელფასებთან. დიახ. ჩვენ ვაღიარებთ სახელმწიფო შტოებს შორის ძალაუფლების თანაბარი სამართლიანი გადანაწილების პრინციპს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ პარლამენტს უნდა გააჩნდეს სამართლებრივი მექანიზმები თავის მიერვე მიღებული კანონების აღსრულების პროცესის გასაკონტროლებლად. პარლამენტი უფლებამოსილია შეიტანოს შესაბამისი შესწორება კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში. მაგრამ გაუგებარია ამ რთული კონსტიტუციური პროცესის დაწყება საკუთარი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. მე მზად ვარ დავეთანხმო ოპონენტებს იმაში, რომ მინისტრებს და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი ანაზღაურება აქვთ. მე პოპულისტი არა ვარ და კარგად მესმის, რომ მთავრობის წევრს რიგით მოქალაქესთან შედარებით უფრო მაღალი ხელფასი უნდა კონდეს. ასეა ყველგან. მაგრამ არსებობს გონივრული და სამართლიანი პროპორცია. მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზეა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტი გამოდის ინიციატივით. გათანაბრდეს პარლამენტის წევრთა და სამინისტროების ხელმძღვანელთა ხელფასები. მაგრამ არა პარლამენტართა ხელფასის გაორმაგების, არამედ ჩინოვნიკთა, ანუ ჩვენი ანაზღაურების განახევრების ხარჯზე. ჩვენი ეს საკანონმდებლო რა ხდება? ჩაუჯუა. მორიგი ქულები ჩაეწერა. მაგარი შევერტყილია. შენ რა ქენი? ვიყავი ჭკადუასთან. ეს არის ჩვენი ძმობა და მეგობრობა. შენი დაპირებები. ყველანაირად გამომიყენეთ, არა? ჩემი იმუნიტეტი მომიხსენით. მე პარლამენტიდან გამაგდეთ და დამეკიდეთ, ხო? კარიელი წოდე, მე ნუ გადამეკიდებთ. მე ვის დამეკიდა? კარგი დღე არ დადგომია. რა გინდა რა სიმუქრები? შენ რაღაცები თავში ხო არ აგივარდა? არა, მე უბრალოდ გავფრთხილებ. ჩემ თავს ნუ გააწირინებთ. იცოდე, ბევრს გავიყოლებ. ბიჭო, რა ხდება, აღარ იტყვი? გააჩერეთ, ეგ ნაბოზარი პროკურორი. კი, მაგრამ რა უჭირავს ხელში? კანკიას რო ჩვენება? თუშიშვილის მდივნის ჩვენება. ამოევის ქვრივის ჩვენება. ჯაშის ჩვენება. ანა ბერაიას ჩვენება. რომელიც ამბობს, რომ ბროძელმა ჯაში მოტყუებით გამოიყენა რაღაც სახაჭაპურიდან თუ რაღაც ჯანდაბიდან. მოკლედ ყველაფერი დალაგებული აქვს. და შეიტანოს უკან ეგ ჩვენებები. თავარია რომ ბროძელი არ იღებს მას. ჯერჯერობით. რას ქვია ჯერჯერობით? რას ქვია და ბროძელის ადვოკატთან მოლაპარაკება მიდის. საპროცესო შეთანხმებაზე გასაგებია? ეგ ჯერ არაფერს ნიშნავს. შეოჯახ აშენებულო, ვერ ხვდები რატომ არის ბროძელი ამდენ ჩუმად. ჩვენი დახმარების იმედი აქვს. ატმასკა თუ ვერ დაინახა, რაღა გააჩერებს. შენ კიდე ხელს არ ანძრევ. შენ რა იცი, მე რას ვანძრევ და რას არ. მოიცა რა. თითითი არ დაგიკარებია. თავი კუჩი გაქვს. ფეხებზე კიდე სხვას რა მოუვა. ბროძელი რო ალაპარაკდეს, იცი რა მოხდება? არაფერიც არ მოხდება. შენ რა გონია, ჩემი კარიერა იმ დებილ ბროძელზეა დამოკიდებული. თუ ალაპარაკდა მარტო მაშინ გაინძრევია რა. აქამდე არ მევა საქმე. რას გულისხმობ? იმას, რომ ბროძელი არ ალაპარაკდება. რასაფერი? აი ეგ უკვე შენი საქმე არ არის. თავარია რომ ბროძელი არ ალაპარაკდება. წადი ახლა და დაისვენე. ეგ არის ხო? მე რომ მეცხრე სერიით დაგიბრუნდებით. წავედი. ეგრევე გადავავი მალე, მიყვარხთ მეოსებით.